გახდა მეზარება. რამდენი გამოვაკლო. არაფერი გამოკლება არ ჭირდება 37 გრამია. 116 და 6 იყო. ტელეფონი ხელში რო ვიღე 200 გრამი დაემატა. თლამთლა სამართლიანი რო იყოს და მართლა ზუსტი წონა რო გავა. ზუსტად იგივენაირი მიფხავი მაქვს. მაგასაც ავწონი ახლა. აჰა. 130 გრამი ესეც. კარჩე ესენი ერთად 150. 164 გრამი არის. მოკლედ რა გამოდის, რომ ახლანდელი სუფთა სხეულის წონა მაქვს 164 და 6. ვიცი რა ვთქვი? 116. ნუ ჭამო კაროჩე. საჭმლის გარეშე ყოფნა მენა მაგრა დამადებილა. 116 და 6 ხო დაწერა. 114 114 და 4. 114 და 4 რატო კაცო გრამაჟებს ვაკლებ 116 და 400 მოკლედ რა. ტენი მომენტ. 72 საათი დამთავრდა, 9 საათი დაჟე გადაცდა. დიდად არ მშია, მე ჩემ დილის რუტინას რასაც ვაკეთებ იმას რომ მივყვები ახლა წყალს დავლევ, ყავას დავლევ, ჩაის დავლევ. წესით შუადღემდე მისვლა არ უნდა გამიჭირდეს და შუადღეს უკვე დავიწყებ საჭმლის მიღებას. თუ არ ხასიათზე ვიქენი. თუ ცუდ ხასიათზე ვიქენი, თუ არ ხასიათზე ვიქნები, გავაგრძელებ. ნახოთ, 4 დღეს თუ დავკეცავს აღლომე. ნახოთ. წყლები გამზადებული მაქვს. გუშინდელი ავსებული. არაფერი არ ჩაგდის. წყალი ძალიან საჭირო არის. წყალთან ერთად ვიღებდი მარილსაც, ანუ წყალში ვხსნიდი ხოლმე მარილს, რომ ელექტროლიტები არ დამკლებოდა და ყავას და ჩაის ვამატებდი ხოლმე სუქრალოზს. დამატყობელს, იმიტომ რომ პირველი დღე რო ვცადე დამატყობელების გარეშე იმდენად გამიჭირდა ყავის დალევა ნაკლებად, ჩაის დალევა უფრო გამიჭირდა, იმიტომ რომ ჩაი უფრო მიყვარს. ხო და მეთქი ესე ვერ გავქაჩა, წავით დამატყობელი ვიყიდე და ძალიან მწირეს 2 ტაბლეტს ვიყრიდი ხოლმე, რაც არც კი ატკბოდა, ტკბილი გემო არც ქონდა, უბრალოდ აი ეს რაღაც უშაქრო გემო აღარ ქონდა და ბევრად მიადვილებდა ხოლმე ჩაის და ყავის მიღებასაც მე შიმშილას მიკლავდა და საბოლოოდ შავ ხელს შევქმნიჭე. ხო. საბოლოოდ 72 საათი საჭმლის გარეშე დავკეცეთ. ეხლა რა დარჩა გასაკეთებელი? უნდა ჩავიცვა. დილის წყალი ადამიანებია მარილთან ერთად უნდა დავლიო და მე შემიძლია იდეაში ჩვეულებრივად გავუყვე ჩემს დღეს, როგორც აქამდე მიუყვებოდი ხოლმე და მე ვნახოთ რა. ხო, დღეს იყო პირველი ღამე, როცა კარგად არ მეძინა. ალბათ პრობლემა იმაშიცაა, რომ ძილის რეჟიმი არეული მქონდა და ღამით მეღვიძა და დილით მეძინა. მართალია ეხა ეთქვით, რომ ღამის 3 საათზე გვიძავს და რეებს ბაზრობ, მაგრამ სამაგიეროდ დილის 2-ზე, 3-ზე, 4-ზე გაღვიძების დროს პრობლემა არ არის. აი, საღამოს 6-ზე, 8-ზე რო იღვიძებ, ეგ ჩემთვის პრობლემა არის. ესე კარგად გრძნობ ხოლმე თავს. ეხლა რო გავიღვიძე, საკაიფო თუ არ, ძილით ცუდად მეძინა, იმიტომ რომ დაახლოებით 9 საათზე გამეღვიძა, საღამოს 9 საათზე. 6-ისკენ დავიძინე, იმიტომ გამეღვიძა, რომ 6 ლიტრი წყალი მქონდა გუშინ დალეული და შარდის ბუშტი მქონდა გასიებული. ხო და მაგანაც შემიშალა ხელი და მე ნუ აი დაახლოებით 1 საათი, 9 საათი მაინც ბორგავდი ლოგინს სანამ ავდგებოდი. აქამდე ძილზე პრობლემა არ მქონდა, არც პირველი დღე, არც მეორე დღე. ვისაც აინტერესებს რომ ამდენი ხანი როგორ გაძელიო, შეიძლება მაგარი კაცი ყოფილხარო. პრეისტორია არის შემდეგნაირი. ვიყავი ჩემი თანამშრომლის დაბადების დღეზე, სადაც რა თქმა უნდა მოვილხინეთ, ვიქეიფეთ, საკმაოდ ბევრი ალკოჰოლიც მივიღე, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა გაკეთებული და დაახლოებით 3-9-ისკენ ესე ვთქვათ, ოვჩით ამბავს და დავიძარეთ სახლში. მეორე დილით რო გავიღვიძე, საკმაოდ გაბერილი ვიყავ, იმიტომ რომ წინა დღეს ბევრი ვჭამე. მოცულობით, იმიტომ რომ ეხლა 8 საათი რომ მაგიდაზე ხარ, გინდა არ გინდა, ბევრს შეჭამ. აქამდე კი დაახლოებით 12 დღის განმავლობაში, 11-12 დღის განმავლობაში ყოველ დღე წონიდი ყველაფერს, საჭმელს, სასმელს, ზეთს, ანუ ყველაფერს და ვიწერდი. და ძალიან ვაკონტროლებდი მკაცრად, ასევე დავიწყე ფასტინგი. უბრალოდ
12 საათიანზე, 12 საათიანი ავჭამდი, 12 საათი ვჭამდი. მე ეს 12 საათიანი ერთი კვირის განმავლობაში ძალიან გამიმარტივდა და დღის განმავლობაში 14 და 16 საათს ავჭამდი ხოლმე, გადავიტანე მე 14-დან 10-ზე. ან 14 საათი ავჭამდი, 10 საათი ვჭამდი. ხო და ამ დღეს, ანუ ერთი კვირა 12-12-ზე იყო, მე 4 დღე, 5 დღე ვიყავი ამ 14-10-ზე და მე ეს დაბადების დღე დაემთხვა, სახში რომ დავბრუნდი, გავიღვიძე, მთელმა დღემ ჩაიერდა, რაღაც არ მომშვიდა, მეთქი დავაიაბა 24 საათი ფასტინგი დავკეცოთ. დავკეცე. ძალიან გამიხარდა. მეთქი ოკეი, რაც არის. მეორე დღეს რომ გავიღვიძე, მივხვდი რომ უკვე 32 საათი მაქვს დაკეცილი. მეთქი ბარემ 48-ს ხო არ ვქნა. მეთქი დავაიცადოთ. ყველაფერი მქონა რაც მჭირდებოდა და 48 საათიც გუშინ რომ გურღაც გადავლახი და მივიტანე, მეთქი დავაიო. სადაც 48, იქაც 72. ეს ძალიან ისეთი მომენტები არის, ისეთი რო არის ფასტინგის დროს. თავარი ბენეფიტები ყველაზე მეტად მოდის 48 და 72 საათის მერე. მერე ძალიან ის პლატო ხდება და ძალიან მწირედით იზრდება. არ ვიცი ფასტინგს ინგლისურად რა ქვია, კიდე ქართულად რა ქვია? მარხვა? არა, მარხვა არ იქნება, მარხვა რელიგიური არის. Ну, მოკლედ, უჭმელობის პერიოდი, რადგან არ მქონდა, დავიწყე ამ ინფორმაციის მოძიება, რომ სწორად როგორ უნდა ვქნა, რა შეიძლება, რა არ შეიძლება, რო არ შემთხვევით, რო არ შემომერღვას. მერე დიდი ხნის განმავლობაში, როცა არ ჭამ, როგორ უნდა დაარღვიო ეს პერიოდი უჭმელობის, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არსებობს ეგეთი სინდრომი არის, refeeding syndrome, რაც ნიშნავს, რომ ადამიანები დაუშვათ მეორე მსოფლიო ომის მერე, ის ადამიანები, რომლებიც ტყუილად იყვნენ ჩავარდნილები, დიდხანს არ ჭამდნენ, შეიძლება კვირები, თვეები გასულიყო ისე, რომ საჭმელი არ მიეღოთ, როგორც კი ნორმალურ საჭმელს აწვდიდნენ, მათ და ეგრევე იღებდნენ, ხდებოდა შემდეგი. საჭმელი როცა ხდებოდა კუჭში, ინსულინის დონე რო იწევდა სხეულში, ორგანიზმი იწყებდა ამ საკვები უჯრედების გატანას და ორგანოებში შეტანას. ეხლა ნახე რა ხდება. უცბად უჭმელზე საჭმელს რო ვიღებთ და უცბად რო იწევს ინსულინის დონე, როდესაც ეს გლიკოგენი ნახშირწყლები იშლება და შედის ამ დეპოებში, ჩემ თავში ყველა ინფორმაცია დალაგებული, მოხდა ზუსტად იცი რა როგორ ხდება, უბრალოდ გადმოსაცემად იმდან დიდი ხანი არ გადმომიცია მსგავსი ინფორმაცია არავისთან, რო ცოტა გამიჭირდა. საჭმელი ხდება კუჭში, კუჭიდან საკვები ნივთიერებები იშლება და გადადის სისხლში, სისხლში რისთვის გადადის სისხლიდან რომ გადავიდეს ორგანოებამდე, რომელსაც ეს ნივთიერებები ჭირდება. და იმდან დიდი ხანია ამ ორგანიზმებს და თქვენს ორგანოებს არ მეუღიათ ეს ნივთიერებები, ყველაფერს ეგრევე იწოვენ და იმდენად დიდი ოდენობით იწოვენ, რომ სისხლში აღარ რჩება და სისხლში რო აღარ რჩება, მე თქვენი სისხლი, გული რჩება ამ ყველა საჭირო ნივთიერების გარეშე, იმიტომ რომ ვეღარ ბალანსდება და აი მან გერხევათ. აი ძალიან მარტივად ესე იქნებოდა. ეხლა საერთოდ არ მშია. აი ვაფშე არ მაქვს შიმშილის შეგრძნება. აი ხა ვიცი რომ წყალს დავლევ, შემდგომ უკვე მივიღებ ჩემს ყავას, რაც კიდე უფრო მომიკლავს შიმშილის გრძნობას, მე ჩაი და ნუ სადამდეც გავხაჭოთ. თან საქმეებს რო ვაკეთებ, რომ მუშაობ, რომ თამაშობ, რაღაცას რო უყურებ, გონება სხვა რაღაცაზე რო არ გადატანილი, ისე ძალიან აღარ მშია. აბა ეგ. ბარემ ესეც იყო სხეულის კომპოზიცია, რომ ჩანდეს ეხა როგორ ვარ და ნუ თუ ვნახე მასალა იქამდე როგორ ვიყავი. ნუ ანუ სასწაულის შედეგი არა, იმიტომ რომ დავიწყე ვიყავი დაახლოებით 119 და რაღაცა, ანუ 3 კილო დავიკელი, მაგრამ მე ისე ძალიან არ მეტყობ, მაგრამ მუცელი ესეთი ბრტყელი, ამდენად ბრტყელი, ესეთი რა, ამდენად ბრტყელი არ მქონია გაიხანია. ანუ ესე მქონდა ხოლმე. ფოტოს ვიპოვი და მოკლედ ნახავთ. მოკლედ გადავწყვიტე რომ დღეს დავამთავრო, იმიტომ რომ ძალიან მშია. ანუ მთელი დღე მაწუხებს, სულ მაწუხებს. და დავიღალე. ანუ ჭამა მომენატრა. თვითონ ანუ შიმშილის გამო კი არ მინდა რომ ჭამო. აღარ მახსოვს ჭამა როგორი არის. ნუ მოკლედ. ეხლა არის 2:09, ზუსტად 1 საათია იქამდე რაც 84 საათი შესრულდება, ანუ 3 სრული დღე-ღამე და პლუს 12 საათი, ანუ 9 დღე, რაც არაფერი არ მიჭამია და ამიტომ ეხლა რო კუჭი მოვამზადო შემდეგი საჭმლისთვის, ანუ შედარებით ადეკვატური საჭმლის მიღებისთვის, შევჭამ 15 გრამ კარაქს. რატომ კარაქი? კარაქი იმიტომ რომ არის ძირითადად ცხიმი და ცხიმი არ აღძრავს ინსულინს.
მაგრამ კუჭს მომამზადებ შემდეგი საჭმლის მიღებისთვის, რაც იქნება დაახლოებით 1 საათში. შემდეგ 1 საათში შევჭამ დაახლოებით თითო ან 2 ცალ კიტრი პომიდორს, ანუ დავჭრი, სალას გავაკეთებ, ზეითუნიზეც მოვასხავ, მარილი, პილპილი და ძალიან ისეთი ლაითი ის მექნება, რა ქვია, საუზმე. საუზმე რა იდეაში ის გამოდის, რა ქვია, სადილი გამოდის. ხო და აი ამ სალათის მერე უკვე კიდე 1 საათის ან 2 საათის მერე შევჭამ ცილას. ეს იქნება შეიძლება კვერცხი, შეიძლება თევზი, ტუნა მაქვს, ასე რომ დიდი ალბათობით მაგას შევჭამ. ან კვერცხს მოვიხარშავ, ან შევწვალ. ხო, აი იგი იქნება. და ახლა რამდენი არის? იყოს. ესეც ბლომათაა, მეყოფა. მეშინია. გარჩთელი სამთხინახევარი არაფერი არ მიჭამია და ხოჭამ კარაქს. ვაჰ, რაღაცნაირი შეგრძნება არის. ნუ, კარაქს ხოჭამ რა შეგრძნება უნდა იყოს, მაგრამ აი 3 დღე რო არაფერი გიჭამია და მე ესეთ რაღაცას ვჭამ პირველად, ისე გინდება რომ არაფერს ჭამას დაუბრუნდე. ცოტა მარილს მოვაყარ. ამ კარაქს კი აქვს თვითონ მარილი, მაგრამ რაღაც არ მყოფს. და გემოს მაინც ჩავდა. აი ხალხო შედარებით სასიამოვნო იყო. მორჩა. 1 საათში შევხვდებით კიტრი პომიდორის სალათით. მოვიდა ჭამის დრო. სალათი გავამზადე. განახებთ ეხავე. კიტრი პომიდორის სალათი წვანილებით, ქინძი და ნიახური, ცოტა ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, სვანური მარილი და პილპილი. ამას თლიანად ვერ შევჭამ, რა თქმა უნდა, ცოტა უნდა შევჭამო და კიდევ გვაქვს წითელი კომბოსტო დამარინადებული, თეთრი კომბოსტო სტაფილოსთან ერთად დამარინადებული და კიტრი, მჟავე კიტრი. ეხლა რატო ეს პროდუქტები? ხო, აი ეს იქნება ჩემი პირველი ჭამა. დამარინადებული საჭმელი ზოგადად ძალიან კარგი და სასარგებლო არის ჩვენი კუჭისთვის და კუჭში და ნაწლავებში არსებული მიკრობებისთვის, რომლებიც იკვებებიან ამ ყველაფერზე. 84 საათია არაფერი არ მიჭამია და ჩემმა ორგანიზმმა ყველაფერი დაშალა და გამოიყენა, რაც კი შეეძლო რომ გამოიყენებინა. ასევე კუჭში არსებული მიკრობებიც არაიდეალურები, ცუდები დაიბრიდნენ. ეხლა უნდა გამოვყვებოთ და უფრო ძლიერები და კარგები გავხადოთ, რომ მეერე უკვე სხვა საკვებს რომ მივიღებთ, კარგად გადაამუშავოთ. ეხლა კიდე მაგრად მშია. აბაეთ. უნდა გავსინჯო, რამე ხო არ აკლია. პირველად უნდა შევჭამო გემრიელი, გემოსო ჩააყოლებ ეგეთ საჭმელი. Wow. Wow. იმენა. როგორც კი პირში ჩავიდე ლუკმა და აი გემოები რო ვიგზენი, აი ვიგზენი რომ პირიდან ტვინში რაღაცა მომარტყა. მე ისო გემოებს ისე ინტენსიურად გრძნობ. ესე კარგად კიტრის, პომიდურის და მარილის და პილპილის გემო არასდროს არ მიგზვნია. ერთი წვნად. წავიდი, აბაჰე. მგავარე მოვიდეს. ყოიმე. პირველი რაც შევამჩნია ჭამის მერე ისაა, რომ გავთბი. ანუ თელი 3 დღეა სახლში ვზივარ და ფეხები მეყინება. როგორც კი შევჭამე, აი დაახლოებით 15 წუთში ფეხები როგორ გამიტბა, იცი, ვზნობდი, აი ძვლიდან კუნთებისკენ რაღაც როგორ გადადიოდა, აი გრძნობდი. მაგარი შეგრძნება იყო სხვათა შორის და ეხაც ფეხები მიხურს.
ანუ აქამდე სულ გაყინული მქონდა. სულ არ მახსოვს რომ ფეხები გაყინული არ მქონდა. აი ხა ისეთი თბილი მაქვს. ძალიან ასწორებს. სხვა რავი კიდე ცოტა მეძინებასავით, მაგრამ ეგ ალბათ იმის ბრალია რომ ძალიან ადრე გავაგვიძე. მაგრამ anyways. აი ეგეთი ამბებია. კაია მოკლედ. აი მე რა სასიამოვნოა ფეხები გაყინული რო არ მაქვს. ჭკუაზე არ ვარ. მოკლედ ბოლო ვიდეოს მერე სადაც ვისაუბრე რომ ჭამის მერე ფეხები გამithვა თქო. ისიც ვახსენე რომ ძალიან დაღლილი და მოთენთილი ვიყავი და ძილის შეგრძნება მქონდა, ანუ ძალიან მეძინებოდა. ხო და წამოვწექი. ხო და კი ისეთ ეგ წამოწოლა რითი მთავრდება ხოლმე. კაროჩ გავითიშე. ეგრე მარტივად არ გავთიშულ ვარ, მართლა ბოლო 3 დღის განმავლობაში, სანამ არ ვჭამდი. ეხა არის 9:30 და ახლოვებით 4 საათი 3 საათ ნახევარი მეძინა. 5:30-5-ისკენ გავითიშე მახსოვს. აი ეს საჭმელი რაც მივირთვი, სულ მაგის გემო მაქვს ყველგან საერთოდ. საინტერესო ისაა რომ ზოგადად რასაც მივირთმევთ ხოლმე რაღაცნაირად იმის სუნი აგვდის ხოლმე. ეხა გავიაზრე მართლა. სანამ განმოვიდა სანამ არ ვჭამდი, არაფრის სუნი არ მქონია. ანუ ხო არის რომ აი რო გავოფლიანდები და აი კვერცხით უაქვს დილით ნაჭამი, თუ გავოფლიანდი დილის მერე აი გზნობ რომ რაღაცნაირი კვერცხის სუნი რო აგდის, აი ზუსტად ეგ არის. მოკლედ, აი ეგეთი ფენომენი შემომჩნიე, ნუ მიდიაში ლოგიკური არის, სანამ არ ჭამ არაფრის სუნი არ გიქნება, როგორც კი რაიმე შეჭამ და შენი ორგანიზმი დაიწყოს ამ ყველაფრის გადამუშავებას, მერე იმის სუნი აგდის რაღაც მხრივ. სუნი აგდის ძალიან ძლიერი ტერმინი არის. უფრო აი ნაირად დაგდევსავით რა, აი უფრო ისა სუნი არის რომ აი ტიმთან ახლოს რომ ეხლა რო იგრძნობ რა და ხო, ეგ არ არის ნამდვილად. უბრალოდ ნუ აი გრძნობ სვანური მარილის სუნს. იმენა, აი ლაითად დამდევს კანზეს და ყველგან. ხო, მოკლედ ერთი ეგ არის, მეორე ისაა რომ ცოცხალი ვარ. ასე რომ ვიტყოდი რომ ისევ კარგად მივდივართ. ამიტომ გავიღვიძე, ხო და მერე ჭამის მერე კიდე ცოტა აზე რომ მოვთ თუ რამე დასამატებელი იქნება დავამატებ, იმიტომ რომ ეხლა მართლა არაფერი არ მახსენდება. აბაი. მოვიდა ჩემი ჭამის დრო და გავამზადე ტუნას სალათის, და ტუნას სენდვიჩის შიგთავსი. ჩვენია. იმენა დავიწყებული მქონა საჭმლის მიღებისგან სიამოვნებას რო იღებ. რამხელა ამბავია. სულ ესაა. თავად მე ხა ამას შევჭამ. ამით დამთავრდება ჩვენი უზმოზზე ყოფნის დამთავრების პირველი დღე. ხვალაც შედარებით ფრთხილად შევჭამ. ვეცდები რომ პურს და ნახშირწყლებს მოვერიდო და მესამე დღიდან უკვე შევბერავ ჩვეულებრივად აქამდე რასაც ვჭამდი ხოლმე როგორც ვიკვებებოდი, ისე გავაგრძელებ. ისევ დიეტურად რა თქმა უნდა. სანამ საჭირო წონამდე არ ჩამოვალ. ხვალაც ავიწონები, ვნახოთ რამდენიმე იქნება დაკლებული, დარწმუნებული ვარ რომ 116-მდე ჩამოვალ. აბაით. გამარჯობა დილამშვიდობის. ეხლა არის დილის 6 საათი. ხუთრამი დავიკელეთ თუ არა ჭამის მერე სხვათა შორის ცოტა მალე მომიწია გუშინდელი ბოლო ჭამის მერე დაძინება და ცოტა იჟოგი შეგრძნება მაქვს. მინდა გითხრათ რომ ძალიან არასასიამოვნოა. აი ეს შეგრძნება ნამდვილად არ მომნატრებია იმ პერიოდში როცა არ ვჭამდი. აი, წამოვიხავიჭონთ. 117. ეგ გასაკვირი არ არის. იმიტომ რომ გუშინდელი საჭმლიდან გამომდინარე თუ დავთვლი გრამაჟობით 1100 ანუ კილო და 100 გრამი ვჭამე გუშინ. ძალიან საინტერესო ხო იყო. არაფერს. ასე რომ 300 გრამი აქედა რომ მოვიმატეთ გუშინდელი 116 და 4-დან უი საცვლები მაცვია. ხო, საცვლების წონა უნდა გამოვაკლოთ. Anyways,
ტვალეთ ჯოშებით მოვბზი. კბილები გავიხი, მაგრამ კი. ეგა არ გამომჩენია. კაი, წავედი. მოკლედ, კიდე ერთი საინტერესო მომენტი. რამდენად საინტერესო არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ ფაქტია ის, რომ სანამ ესე არსაიდან დავიწყებდი ამ 3 დღენახევრიან უჭმელობის პერიოდს, ერთი დღით ადრე ვივარჯიშე ოღონდ სახლში და იმის გამო რომ მე ესე დაემთხვა, იმიტომ რომ არ მქონდა დაგეგმილი რომ და არ მეჭამა ამდენი ხანი. ყოველ დღე და დღესაც კი ესენი რა ქვია, ფეხის ბიცეპსი, ანუ ფეხის უკანა კუნთი ტკივაში უგულისხმობ, აი ვარჯიშის მერე რომ სანამ კუნთი აღდგება, რო ტკივა, ეგეთი ტკივილით. რაც ლოგიკურია, იმიტომ რომ 4 დღის განმავლობაში საერთოდ არანაირი ცილა არ მიმიღია, ორგანიზმს არანაირი საშენი მასალა არ ქონია, ხო და ეს ჩემი დამტვრეული და განადგურებული კუნთი რამით უნდა აღედგინა, არაფერი არ მივეცი. ხო და ნუ ტკივა. ხო და იმედი მაქვს, რომ დღეს რო ნორმალური დოზით მივიღებ ცილას, ხვალიდან და ზეგიდან უკვე აღარ მექნება ეს შეგრძნება, იმიტომ რომ ვერ იტყვის რომ სასიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ ნუ ლოგიკურია, რაც მომივიდა. ასე რომ თუ ივარჯიშებ და მე საკმარის ცილას არ შეჭამ, თქვენც ესე იქნებით. ასე რომ თუ ვარჯიშობთ, ჭამეთ საკმარის ცილა. თუ არ ვარჯიშობთ, მაინც ჭამეთ საკმარისი ცილა. ავტომატურად დაიკლებთ წონაში. თუ უკვე ძალიან მაგარ ფორმაში არ ხართ და რა ვიცი, ეჭვმეპარება რომ 90% ადამიანებისა, ვინც ამ ვიდეოს ნახავს, ძალიან მაგარ ფორმაში იყოს. თუ ხართ, მომილოცავს, ქეც ვიხრი თქვენ წინაშე. აბა,